ბაჩოს თასის წლევანდელ გათამაშებას 6-7 ივლისს ბორჯომი უმასპინძლებს გაზეთ სარბიელი ჟურნალისტის ბაჩოს ვანიძის სახელობის შეჯიბრება მინიფეხბურთსა და ჯომარდობაში გაიმართება. პარალელურად ჯომარდობაში კომპანია მოროშას თასის გათამაშდება სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის და სპონსორების თავდაჭერით გათამაშებაში მინი საფეხბურთო ტურნირში, რომელსაც მხარს კომპანია ნატახტარი უჭერს 4 მედია გუნდი იასპარეზობს, ხოლო ჯომარდობაში 18 კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხადებით ბაჩოს თასის გამარჯვებულები და პრიზიორები სოლიდური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, ხოლო მედია ფესტივალი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. შეჯიბრებაში ტელეკომპანია მეცხრე არხის გუნდიც გამოვა. მისმა სავიგობრომ გადამატანინა ყველაფერი. მისმა მეგობრებმა, გაზეთმა სარბიელმა, გაზეთმა ალეამ, სპორტულმა მედიამ, სპორტულმა ჟურნალისტებმა, ასე რომ ეს ჩემთვის ყველაფერი. პირდები ჟურნალისტებს რომ ამ ტრადიციას გავაგრძელებთ, შეიძლება წელსვე გავაგრძელოთ და უკვე კიდევ ერთი უფრო გაფართოებული მასშტაბის ტურნირი შევთავაზოთ საქმიანობით და ზეკი ძალიან ღირებული პრიზები დაჯილდოვდებიან გამარჯვებული ჟურნალისტები. ჩვენს თავისუფლად ჩავთვალეთ, რომ რაღაც პატარა წვლილი შეგვეტანა ამაში. რაც შეეხება რა ფორმით იქნება გამოხატული ჩვენი სპონსორობა, ეს იქნება სპეციალურად დაწესებული თასი მინიფეხბურთის გამარჯვებულისთვის და 500 ლარიანი ვაუჩერი.